პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა ბილ და მელინდა გეიტსის ალიანსს, გავის. დღეს ტრამპმა მთლიანად შეცვალა თავისი პოზიცია რამოდენიმე საკითხზე, როგორიცაა ვაქცინები. მაგალითისთვის, არის ეს შედეგი საიდუმლო მთავრობის გავლენისა, რომელიც მათ პრეზიდენტზე აქვთ? ვინ იცის სინამდვილეში? თავისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას ტრამპი საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მას შემდეგ მან საჯაროდ განაცხადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინები. მან ეხლა ხანს მისცა 1 მილიარდზე მეტი ვაქცინის ალიანსს სახელად გავის, რომლის თანადამფუძნებლები არიან ბილი და მელინდა გეიტსები. მან ასევე გააფორმა შეთანხმება Pfizer-თან 100 მილიონ COVID-19 ვაქცინის დოზაზე, მაშინ როდესაც ამავდროულად განაცხადა, რომ Big Pharma-ს ის არ უყვარს წამლების ფასების შემცირების გამო. ის ახდენს პატარა საკითხზე ყურადღების გამახვილებას თავის მხარდამჭერებთან და ეუბნება, ხედავთ, მათ მე არ მოვწონვარო, იმიტომ რომ წამლების ფასები რხევა მცირეო, მაშინ როდესაც ფარდის მიღმა, სადაც ისინი ვისკის სვამენ ერთად ვაქცინების წარმოებლებთან, ის მათ მხარს უჭერს და მილიარდობით დოლარს აძლევს ამ გენოციდური გეგმის განსახორციელებლად. ეს არის ჩემი წურთილი ტრამპთან და მის მხარდაჭერებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს ხალხი ვერ ხედავს ნამდვილ გეგმას და ნამდვილ ტრამპს. იმიტომ რომ ჩვენი ვაქცინირება გენოციდის გეგმაა. ჩვენ ვისაუბრეთ თუ რას შეიცავს ეს ვაქცინა, messenger რიბონუკლეინის მჟავის ტოქსინებს, რომელიც მე-4 და მე-5 თვის აბორტირებული ჩვილი ბავშვებისაგან მოიპოვეს. მათი გულები ამოცლილი იქნა მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. და თქვენ ქრისტიანებო, ეს როცა იცით, როგორ შეგიძლია ტრამპის მხარდაჭერა? მაშინ როდესაც თქვენს დურგს უკან ის ხელს აწერს გლობალური გენოციდის შეთანხმებებს თქვენს წინააღმდეგ, ნება მიბოძეთ განვაგრძო. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფრო მეჩუქნის გავის ვაქცინების ალიანსს იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს ინფექციური დაავადებების გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. ეს არ ეწინააღმდეგება დაავადებების გავრცელებას. პირიქით, ეს ვაქცინა გამოიწვევს დაავადების გავრცელებას, როგორც გუშინაც გითხარით ჩემს ვიდეოში, როცა 1918 წლის ესპანური გრიპის თემას განვიხილავდით. ესპანური გრიპის ეპიდემია იმიტომ მოხდა, რომ როკაფელერის ინსტიტუტმა უახდინა ამერიკელი ჯარისკაცების აცრა ექსპერიმენტული მენინგიტის ვაქცინით კანზასის შტატში და შემდგომ უახდინეს მათი გაგზავნა ევროპაში საბრძოლველად და მათ გაავრცელეს ეს დაავადება ყველგან. და ეს სადაცაა კიდევ მოხდება. ეს ვაქცინა არის გენოციდისათვის. არ არსებობს არანაირი პანდემია. გადით გარეთ, გაიხედეთ თქვენს გარშემო, შეხედეთ ლამაზ ამინდს, მიმოიხედეთ, შესანიშნავი ზაფხული გვექნებოდა ეს გლობალისტები რომ არ გვატერორებდნენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას რომ არ ახდენენ ჩვენ ფსიქიკაზე. ყველაფერი მშვენივრად იქნებოდა. გავაგრძელებ. ჯერჯერობით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უახდინა 12 მილიარდ დოლარზე მეტი შუქება COVID-19 ვაქცინის და თერაპიის დასამზადებლად და ამერიკის წვლილის იმუნიზაციის მიმართ, რომელიც მოიცავს ინოვატორების საქმიანობას შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც ჩქარობენ ვაქცინის შექმნას COVID-19 სამკურნალოდ. მომისმინეთ. ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა უამრავ ცუდ დაპირებებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო, რომ ის გამოიძიებდა ვაქცინების საკითხს. მან არათუ ვაქცინების საკითხი, არამედ ისიც კი არ გამოიძია, თუ ვინ განახორციელა სინამდვილეში 11 სექტემბრის ტერაქტები. ის თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს. ამიტომაც ახდენენ ბოლშევიკურ რევოლუციას, მაშინ როდესაც მათ იციან, რომ ამის განხორციელებას აპირებენ.
მოხდება ამის დადგმა წინასწარმომზადებით და წინასწარ დაგეგმვით ბოლშევიკური რევოლუციის. ისინი აიარაღებენ ამ ბოლშევიკებს და ეს არის ხაზარული მაფია, რომელიც ამ ყველაფრის უკანაა. მე ვიცი მათი ხრიკები, სწორედ ასევე მოიცნენ ჩემს ქვეყანაში. ისინი წინასწარ დაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედებენ. აქ ახალი არაფერია, ეს სიახლეა მხოლოდ ამერიკელებისათვის, იმიტომ რომ მათ არ იციან ისტორია, ნამდვილი ისტორია, თუ როგორ ხდება ეს ყოველივე, ანუ როგორ იპყრობენ კომუნისტები მთელ მსოფლიოს. ახლა ისინი მზად არიან, რომ დაიპყრონ მთელი დედამიწა. ისინი გეგმავენ ამ ბოლშევიკურ რევოლუციას, ამავდროულად აიარაღებენ ოპოზიციას. ისინი კარგად ორგანიზებულები არიან, მათ ექნებათ გილიოტინები, მათ ექნებათ კარგი იარაღი და მუდმივი მომარაგება შეიარაღებით, ტანკები და ყველანაირი ძალები. ამასთანავე ეს ყველა პატარა ქრისტიანები ხარს უჭერენ ტრამპს. ის ბუნკერში ჩავა და თქვენ დარჩებით მარტოები თავის დასაცავად იმ პატარა იარაღებით, რომელიც თქვენ გაქვთ. თქვენ არ ხართ გაწყვილები და არ ხართ ორგანიზებულები. პატარა ჯგუფები ხართ აქა იქ. ვერ შეძლებთ მოგებას, მაგრამ ეს განზრახ დააკეთეს, იმიტომ რომ მათ ქრისტიანების გენოციდი აქვს განზრახული პირველ რიგში. იცით შეტევა ბეირუთზე სად მოხდა? ქრისტიანების დასახლებაში. არსებობს მიზეზი თუ რატომ მოხდა ეს, სადაც მოხდა. ეს იყო ქრისტიანების უბანი. მიზეზი კი ისაა, რომ არავინ ლაპარაკობს ნამდვილ დამნაშავეზე, თუ ვინ არის სინამდვილეში ამ ყველა ტერორისტული ოპერაციის უკან, თუ ვინ დგას ანტიფას და Black Lives Matter-ის უკან. მარქსისტები. ვინ არიან ეს მარქსისტები? თუ საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ ისინი მარქსისტები არიან, ეს არის ხაზარული მაფია. ისინი აკეთებენ ამ ყველაფერს. მაგრამ ყველას ეშინია თქვა სიმართლე. ისინი ამბობენ 90% სიმართლეს, 98% სიმართლეს და შემდეგ კი უკან იხევენ. იმიტომ რომ ყველას ეშინია მოახდინოს ნამდვილი მტრის იდენტიფიცირება. ასე რომ მოაქვთ საშინელი ტანჯვა არაებრაელ ერებში. იმიტომ რომ ეს არის ომი. ომი იუდეველთა უპირატესობისთვის.